მე სალომე ვარ, ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლის მასწავლებელი. დღეს ჩვენთვის ნამდვილად განსაკუთრებული დღეა, იქიდან გამომდინარე, რომ ვიწყებთ ჩვენი ახალი პროექტის პოდკასტის ჩაწერას და ძალიან აღელვებულებიც ვართ და თან ძალიან ბედნიერებიც. არ შემიძლია არ დაგეთანხმა, გამარჯობა, მე ვარ მართა, ძალიან მიხარია რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. რაღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ყველაფერი არა მარტო გადაღება და არა მარტო პოდკასტი, არამედ ჩვენი ცხოვრების რაღაც ახალი საფეხური და რაღაც ახალი საწყისი სკოლაში. იმიტომ რომ მე-11 კლასელი ვარ და ალბათ ის აზრიც არის რომ დიდი ხანი არ ვიქნები აქ და რაღაცას ვტოვებთ ძალიან ღირებულს. კი და მე ძალიან ბედნიერი ვარ იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერში გეხმარებათ და საფუძველს ყრის და ის ფაქტი განსაკუთრებით მახარებს, რომ აი დრო რომ გავა, წლები რომ გავა, ამ ყველაფერს გაიხსენებთ და თან სადღაც გონების რომელიღაც კუთხეში მაინც ჩავრჩები. მართა, როგორ ფიქრობ, არა მარტო ჩვენ, არამედ ზოგადად სკოლას, რატომ ან რისთვის სჭირდება პოდკასტი? ჩემი აზრით, ამ პოდკასტის მთელი იდეა იმაში არის, რომ მივაწვდინოთ ხმა ახალგაზრდებს ერთმანეთს, ჩვენი საჭიროებების შესახებ, პრობლემების შესახებ, რომლების წინაც ვდგებით, როცა თინეიჯერები ვართ, იმ სირთულეების შესახებ, რომლებზეც ჩემი აზრით არავინ არ საუბრობს. კი, ნამდვილად სწორად აღნიშნე, სწორად ამბობ, იმიტომ რომ მეც ვფიქრობ, სკოლა არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც მოსწავლემ გაკვეთილი უნდა მოყვეს, დავალება უნდა დაწეროს, ან იმ ტიპის გაკვეთილები უნდა ჩავატაროთ, რომ ადექი მოყევი გაკვეთილი, დაჯექი გაგრძელე სახლში მუშაობა. ვფიქრობ, რომ სკოლა, განსაკუთრებით თანამედროვე სკოლა ის სივრცეა, სადაც აუცილებლად მასწავლებელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოსწავლე ცოტათი სხვა კუთხით განავითაროს და მისცეს ის უნარები, რომლებიც დაეხმარება მას, რომ ცხოვრებაში გადარჩეს და არა მარტო ცხოვრებაში გადარჩეს, არამედ მომავალში რაღაცები გაუმარტივდეს, იმიტომ რომ ცხოვრება ძალიან რთულია და ეს პატარა ასპექტი, ალბათ ეს პატარა პროექტი თქვენ მაინც დაგეხმარებათ იმაში, რომ შემდეგ წლები რომ გავა, მოვიხსნათ ის კომპლექსები, რასაც სოციალური შფოთვები ჰქვია, თავისუფლად გამოვთქვათ საკუთარი აზრები, თავისუფლად ვისაუბროთ ხმამაღლა და განსაკუთრებით ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ არ შეგვეშინდეს საზოგადოების აზრი, იმიტომ რომ ყოველთვის იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც რაღაც არ მოეწონებათ ჩვენში, ამან არ უნდა გაგვაჩეროს, პირიქით წინ უნდა წავიდეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პოდკასტი ამაში ძალიან დაგეხმარებათ. უბრალოდ არ შემიძლია მოყვე, ძალიან პატარა, მაგრამ ამავდროულად სასაცილო ისტორიაა, რომ სალომე მოგცა დავალება და რა თქმა უნდა იყო ყველაფრის ინსპირაცია და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხელოვნური ინტელექტით შეგვექმნა პოდკასტი და უფრო საინტერესო სახე მიგვეცა ამ ყველაფრისთვის და ბოლოს იმდენად მოგვეწონა, რომ გადავწყვიტეთ, რომ მართლა დაგვეწყო პოდკასტი და გვესაუბრა იმაზე, თუ რა დაბრკოლებების წინაშე ვდგავართ ყოველდღიურობაში. კი, მართა, ჯერ გამაწითლე. ხო, რა მინდა ხაზი გავუსვა? მოკლედ, თქვენ მართლა განსხვავებული თაობა ხართ, ის თაობა ხართ, რომელსაც ვერ დააინტერესებ უბრალო გაკვეთილებით და აუცილებელია შესთავაზო რაღაც განსაკუთრებული და როდესაც რაღაც საკითხს გადიხარ სკოლაში, აუცილებლად უნდა ჩართო რაღაც შემოქმედებითი და პოდკასტიც თანამედროვე რეალობაში მართლა შემოქმედებითი საკითხია და განსაკუთრებით როდესაც გქონდა სასაუბრო თემად გრიგოლ ორბელიანი არ შეიძლებოდა დიალოგის სახით არ გაგვეკეთებინა და ამიტომაც უფრო საინტერესოც რო ყოფილიყო თქვენთვის დავალებად მოგეცით პოდკასტი და სხვადასხვა მართლა არ ველოდი ამდენად კარგად თუ გამოგივიდოდათ და ამან მომცა მეც ინსპირაცია შემოსულიყავი იდეით და არა მარტო თქვენთვის არამედ სხვებისთვისაც მიმეცა მაგალითი და იმედი მაქვს რომ აი ის გაკვეთილი იქნება საფუძვლის ჩაყრა, რომ მომავალში კიდევ უფრო კარგი რაღაცები გავაკეთოთ. დავამატებდი იმ ფაქტს, რომ ჩვენი პოდკასტი განსაკუთრებით დაეხმარება ახალგაზრდა თაობას, მოზარდებს, თინეიჯერებს, რომლებსაც
უამრავი შეკითხვა აქვთ სამყაროში, გადიან თვითგამორკვევის პროცესს, ცდილობენ რომ თავიანთი იდენტობა აღმოაჩინონ, ამოხსნან რაღაცის ცხოვრების ამოცანები, რომლებიც ძალიან რთული გადასაჭრელია გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომლებსაც დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებიან და ვფიქრობ, რომ ეს პოდკასტი და ის ადამიანები, რომლებსაც თანდათან მოვიწვევთ ხოლმე, იქნებიან ბრჭყალებში მხსნელები, რომლებიც აუცილებლად დაეხმარებიან მათ და ძალიან ბევრ შეკითხვას გასცემენ პასუხებს. შენ რას ფიქრობ? დარწმუნებული ვარ, რომ ესე იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება, სპოილერს გავუკეთებ ჩვენს მაყურებლებს. ისინი დაგეხმარებიან აბსოლუტურად ყველაფერში და დარწმუნებული ვარ, ალბათ მე რომ მქონოდა უფრო ადრე ესეთი რამ, რასაც მოვუსმენდი და ჩემს ყველა კითხვას აბსოლუტურად პასუხს გასცემ და უკეთესი იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას დღევანდელობაში უჭირს და განსაკუთრებით იმაზე ფიქრობს, რომ როგორ მოაგვაროს ეს ყველაფერი თვითონ და მესმის, რომ ჩვენ ახალგაზრდებს არ შეგვწევს ყოველთვის იმისი ძალა, რომ ჩვენივე პრობლემები მოვაგვაროთ. ასევე აქვე ის მინდა აღვნიშნო, რომ რადგან მე 11 კლასელი ვარ, ყველას განსაკუთრებით ამ ცხოვრების ეტაპზე მყოფ ადამიანებს გვიჭირს გადავწყვიტოთ პროფესიული განხრა და მინდა ვთქვა, რომ ამაზეც გვექნება საუბარი და ძალიან საინტერესო ადამიანებთან დიალოგი. აქვე მინდა რომ პატარა რჩევა მივცე ჩვენს მაყურებელს, რომ არასდროს არ არის გვიანი და ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლიათ თავიდან დაიწყოთ ყველაფერი და როგორც იტყოდნენ, სწავლა სიკვდილამდეა. ხო, კი მართალი ხარ. სხვათა შორის აბსოლუტურად გითანხმები, რომ თანამედროვე რეალობაში დგას ეს საჭიროება. რაღაც ნაკლებად არის ეს პროფესიული ორიენტაციის კუთხით საუბრები, ბავშვებს არ აქვთ დიდი ცოდნა იმის შესახებ, თუ რა პროფესიები არსებობს, სად შეიძლება საკუთარი თავი აღმოაჩინონ, სად წავიდნენ და გამოცდილების გაზიარება უპირველეს ყოვლისა არის გასაღები ამ ბოქლობისა ხო ამ კარისა, რომ გავაღოთ ეს რაღაცა ახალი ცოდნის კარი და საკუთარი თავი იქ აღმოვაჩინოთ. ჩვენ მოვიწვევთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანს, რომელიც ისაუბრებს თავის გამოცდილებაზე, სად მუშაობს, რას აკეთებს, როგორ მივიდა იქამდე, რა გზა გამოიარა, რა მომავალი არსებობს, კარგია, ცუდია თუ როგორ უნდა აღმოაჩინოს მე საკუთარი თავი და როგორ გაგრძელოს ცხოვრება და იმედი მაქვს, რომ თქვენთვისაც და ჩვენი მაყურებლისთვისაც ძალიან კარგი გამოცდილება იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ კარგი გამოცდილება იქნება, არ შემიძლია არ დაგეთანხმო ამაში. ჩემი აზრით ძალიან ამომწყურავად ვისაუბრეთ ყველაფერზე და ზოგადად ჩვენი პოდკასტის დანიშნულებაზე. იმედი მაქვს, რომ დავეხმარებით ახალგაზრდებს თავიანთი პრობლემების გადაჭრაში და პროფესიული კუთხის არჩევაში დარწმუნებული ვარ და დამიჯერეთ, რომ კარგად ვიცი, რომ ძალიან რთულია. ხო, რა დავამატოთ? ერთი საბატება მინდა, ვინაიდან და რადგანაც მე ლიტერატურის მასწავლებელი ვარ, ძალიან ხშირად გვექნება ლიტერატურული საუბრებიც, გვეყოლებიან სტუმრები, რომლებიც წიგნებსაც გვირჩევენ, იმაზეც ისაუბრებენ თუ რისთვის არსებობს ლიტერატურა, რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები, სად აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი, რომელ პერსონაჟთან ვასოცირებთ საკუთარ თავს და ასე შემდეგ. ამიტომ ვინც ლიტერატურითაც ხართ დაინტერესებული, აუცილებლად გვიყურეთ და შეიძლება საკუთარი თავი სადღაც სხვაგანაც დაინახოთ. აქვე აღვნიშნავ, ჩვენ გვაქვს Instagram, Facebook და TikTok გვერდები, გამოგვიწერეთ, გამოგყევით. კი ბატონო, კარგით. პირველი გადაცემა ალბათ სულ ეს იყო, ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ თან თავის არ მოგაბეზროთ, ჩვენს მიზნებსა და მოლოდინებზე უკვე საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ და იმედი მაქვს, რომ დარჩებით ჩვენთან ბოლომდე უყურებთ ხოლმე და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მცირე რაღაცას მაინც აღმოაჩენთ, რაც შემდეგ უკვე სამომავლო ნაბიჯობის გადადგმაში ძალიან დაგეხმარებათ. გამოიწერეთ ჩვენი არხი. კარგად.